მითითებით დავეწიოთ წლის შეჯამებას ირაკლის აღინაძესთან ერთად. მადლობა ირაკლი. ჩვენ საუბრობდით დაწყებამდე და შენ მითხარი რომ ერთი სიტყვითაც ჯამდებაო ეს წელიო, მაგრამ უფრო რცლად შევაჯამოთ, მოდი. ცუდი სიტყვა და ვერ ვიტყვი. ერთ-ერთი ვერ იტყვი. ამიტომ უფრო მრავალ სიტყვას ვიყოთ. ხო, აი მოკლედ ასეთია, რომ ვითარება, რომ წლის ბოლოს გვეუბნებია, რომ ჩვენ 13 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი თანამდებობები ჩავაბარეთ ხალხს, ჩვენ რა ივანიშვილმა ეს გითხრა, რომლებმაც ეს ფული სახლში წაიღეს, უფრო მეტიც იმდენი ატკატები მიიღეს, რომ ბავშვები ლამის ფშივრები დარჩნენ და მოხუცები კოლცენტრების მფარველობაზე იყო საუბარი დანაზოგების გარეშეო და ქუჩაში, ესე იგი, მკვლელობებს აორგანიზებდა კაცი, რომელიც მთავარ პროკურორად ყავდა დანაშაულს. სახელმწიფოს მთავარი ბრალმდებელი, რომელიც წარმოუდგენელი თრილერია ფაქტობრივად. ეს ასეთია ეს წელი ამ ნაწილში. აი მე ეს რო სადმე სხვა ქვეყანაში და სხვა პლანეტაზე იყოს, არის აბსურდული კომედიის ძალიან მაგარი ნიმუში, მაგრამ როდესაც ამაში შენ თავად ცხოვრობ, არის ასეთი დრამატული, არ ვიცი, ესეთი ცუდი წელი, მიუხედავად იმისა, რომ ტენდენციები წინა წლებშიც იგრძნობოდა, ვფიქრობ, რომ ასეთი ცუდი წელი ჯერ ამ ქვეყანას თანამედროვე აი ახალი საქართველოს, ახალი რესპუბლიკის ეპოქაში ნამდვილად არ ჰქონია, მეტიც აი სამოქალაქო ომი და რაღაცები რო გადავიტანე და სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, რა თქმა უნდა და ადამიანის სიცოცხლე გაუფასურებული, ომებში ქვეყანა და სროლა გვესმოდა, მაგრამ როდესაც რაღაც მაგ ორმოდან რო ამოხვალდა, როცა რაღაცა პარამეტრს მიაღწევ, რაღაცა ფორმას მიიღებ და ამ დროს იწყებ დეგრადაციას, ეგ არის ძალიან დრამატული და ვფიქრობ, რომ ეს წელი იყო ქართული სახელმწიფოს დემონტაჟის აი ძალიან დიდი ნაწილი სახელმწიფო რასაც ქვია ამ საყრდენები რაზეც დგას ქვეყანა ეს უკვე ის არის რა ქვია მოცილებულია დადემონტაჟებულია და ქვეყანა ახლა ვართ ნომინალურად ვარსებობთ fail state-ი ვართ ისევე აბსოლუტურად არ შემდგარი სახელმწიფო რომელიც ინერციით მიდის უბრალოდ სახელი დარჩა და დროშა და გერბი და ჰიმნი გვაქვს და რაღაც სპორტულ ღონისძიებაზე დავფიქსირდები როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი ეს წელიწადი იყო ქართული სახელმწიფოსთვის შინაარსის და შინაგანი აი რითიც ის ფუნქციონირებს იმის ჩონჩხის გამოცლის წელი იყო ნამდვილად. და შენ ახსენე რომ აი ჰიმნი გვაქვს და დროშა გვაქვს და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ელემენტები აი ვიზუალური შერჩენილი გვაქვს თითქოს შერჩენილია ეს პროპაგანდის ნაწილშიც რომ სუვერენულ სახელმწიფოს აშენებენ მაგრამ თან გვეუბნებიან რომ ჩვენი მომავალი წყდება იმ დარბაზში სადაც ზის პუტინი ეს ძალიან ღიად გვითხრეს ეს წელი რომ შევაჯამოთ ხომ ეს იყო რაღაცნაირი აღიარების წელი ყველა მიმართულებით 29 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ძალიან ღიად გვითხრა რომ ჩვენ შევაჩერეთ ევროპისკენ სვლა ეს გზა გაჩერდა აქ არანაირი ღირსებით ევროპისკენ შევაჩერეთ უარი ვთქვით ფაქტობრივად თორემ შეჩერება ამას კიდევ მარტივად ლამაზად ქვია თორემ სინამდვილეში გააუქმეს ამ გზაზე სიარული გამოგვიცხადეს ყოველ შემთხვევაში ამის შემდეგ სადეს ბოდიშის კამპანიებით კიდევ უფრო შორს წასვლა და რუსეთის დღის წესრიგში არსებული თემების ძალიან ღია თქმა რაც არ გამოვიდა ბოდიშის მოხდისთვის მზად არ აღმოჩნდა ეს საზოგადოება მაგრამ ცოტა დრო გავიდა და ერთ დარბაზში მსხდომი პუტინის გვერდზე კობახიძე აქ თბილისში დარჩენილების სახელით გვეუბნება რომ ისინი იქ ქვეყნის მომავალს წყვეტენ აი იმ დარბაზში წყდება ჩვენი მომავალი სადაც პუტინი მეცაც გეტყვით ვინმეს ნუ ექნება ილუზია რომ აქ ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლები რომ რაღაც გველაპარაკებიან ეს მათი სათქმელია ჩვენ უბრალოდ ქართულად მოსაუბრე რაღაცა პერსონები გვყავს რუსეთი გველაპარაკება მათი პირით და ნებისმიერი განცხადება იმ 28 რიცხვში შარშან დაწყებული განცხადებით მანამდეც იყო ბევრი სიმპტომი ბოლოს და ბოლოს გავრილოვი მოგვივლინეს მართლა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მაგრამ ეს ყველაფერი იყო ჯერ ასე ვთქვათ რაღაცა ცირკი თავის მოტყუება არჩევნების წინ კამპანია ჰქონდათ რომ ევროკავშირში მიდიან და არჩევნების ჩატარებიდან მეორე დღეს გამოდის და გვეუბნება რომ ის რა ქვია აღარ მივდივართ ნუ აი ეს ახლა ეგ უკვე არის საფუძველი რომ ესე იგი ის რაც განაპირობებს არასრულებს მთავრობა კი არა არ შეასრულა იმ წამსვე გარდა იმისა რომ არჩევნებიც გააყალბა და ყველაფერი საშინელება ჩაიდინა მან უკვე თავზე ხელი აიღეს მან უკვე
დემონსტრაციულად მოხდა, რომ არაფერი, არც ერთი განცხადება, არც ერთი ქმედება, რომელიც ამ ქვეყანაში კეთდება, პოლიტიკურ და საგარეო კურსს და რეალურ პოლიტიკას რაც შეეხება, ჩვენს ფუნქციას სოფლიოში რაც შეეხება, ეს აღარია არანაირი ქართული ოცნების ნარატივი, ეს არის პირდაპირ რუსული სათქმელი და ესეც ჩვენთანაც ერთადერთ რუსეთმა დაუტოვა ამ შიდა ბოდიში და რაზბორკებისთვის სივრცე, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობა. თან სულთა როგორც მაფიოზურ კინოებში რო არის ხოლმე, ხო ის კრიზისი რო დამწიფდება რამდენიმე წელიწადში და ვიღაცების თავები უნდა გაგორდეს, რომ ის კოზანოსტრა, ეს დანაშაულით შეთქმული ჯგუფი ისევ მუშაობდეს და აი ეს აღარ იყოს რა. დასაკარგი როცა უჩნდებათ ვიღაცები ძალიან რომ დიდრდებიან, ის კი არა რომ ძალიან გაძლიერდნენ, არა, დასაკარგი გაუჩნდათ. ისინი იწყებენ სიფრთხილის გამოჩენას საუბარს ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან. ამის აღკვეთაა რა, როცა გაჩნდა ეჭვები, რომ ვიღაცა გამდიდრებულმა ტიპებმა შეიძლება თავისი ეს ფულის გადარჩენის მიზნით ამის განაწილება დაიწყონ სხვა პოლიტიკურ აქტორებზე, შესაბამისად მათი თავები დაგორდა და ეს აი კაზინო როა ფილმი იქ რო იმაში რა ქვია საკუთარ იმებს საფლავებს რო ათხრევინებენ, აი ეგრე გაათხრევინეს და თავში შუბში კეფაში ტყვია დაახალეს და ეხლა დამარხეს რა. ანუ თან ვერც ერთი ხმის ამოღებას ვერ ბედავს ისეთი სისტემა აქ რომ საქმე იმაშია რომ მათი ეს ეხლა იგივე არის მათ შემთხვევაში აი დანაშაულში მხილება ტიპების რა არის ხო? ეს არის პერსონალური სადღაც გაუჯიოთ და ვიღაცას რაღაც პირად კადრებს დაუდებენ ვიღაცას იმას რა ქვია კორუფციაში როა გასრული იმ რაღაც განავალიან კოვს ზირო უჭირავს და ჭამს იმ განავალს აი იმ კადრებს დაუდებენ და ესე არის ესე ფუნქციონირებს ეს მთავრობა რა. შორს კადრების ნაწილი გვაჩვენეს მრავალმილიონიანი პაკეტები და ოქროს ზოდები და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ დუმილი ყოფილიყო და ჩვენ რომ ამდენი წელი აი სოფო ამდენი წელია გავყვირი ვართ რომ ეს კონკრეტული ადამიანებზე ვამბობთ რომ ესენი კორუფციაში არიან ხალხო გვატყუებენ რა თქმა უნდა ჩვენ ფუნქცია ნებისმიერი ღონისძიება თან თუნდაც ეხა მათთან ბრძოლაც ხო ჩვენი ფულით ხდება ნებისმიერი ეს რაც ქვეყანაში ასე ვთქვათ ოფიციალურად მიმდინარეობს ჩვენი გადახდილი გადასახადებით არის ნამდვილად და იმდენად ცინიკურია ეს ყველაფერი ამ პირობებში თან როდესაც ქვეყანაში ესეთი გაჭირვებაა რა და ენით აღუწერელი გაჭირვებაა მე სიმართლე გითხრათ ბოლო წლებში ესეთი ეკონომიკური კრიზისი რომელიც ნომინალურად სადღაც ციფრებში თითქოს ესე არ არის მაგრამ ის 200 ოჯახი რო რაღაცა იმით რუსეთის სანქციების ხარჯზე გაჩენილი შავის ხვრელებით სარგებლობს და რაღაცა ფული თეთრდება ქვეყანაში და ამის ფაქტებიც პირდაპირ ვიცით ერთმა ჯიხურმა გაათეთრა 700 მილიონი ნუ აი სიგიჟეა თანხა ხო რა თქმა უნდა და ეროვნული ბანკის ვისა რა ქვია პრეზიდენტი ამ დროს ძალიან შვიდად დასეირნობს და იმას რა ქვია ცოტა ხნის წინ ნახევარი წლის წინ თუ ერთი წლის წინ ფარცხალაძეს გაატანინა ფული ეროვნულმა ბანკის თავის არიდებაში დაეხმა ნამდვილად ნუ აი ამ სიგიჟეში როცა ცხოვრობ ეხა ნუ მე არ ვიცი რა სიმართლე გითხრათ ასეთი კეთილი და გულჩვილი და ლმობიერი ხალხი როგორც ქართველები ვართ აი ამ ნაგავს აი ეგრევე რო არ უყრით სანაგვეში ნუ არ ვიცი მე ძალიან მიქვირს სიმართლე გითხრათ რა ნებისმიერ თავმოყარე ხალხში და მე არ ვამბობ რომ ქართველები უთავმოყაროები ვართ ქართველები ეხა ვართ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ეგზისტენციალური გამოწვევის და უამრავი სარისკო გზაჯვარედინის პირზე და მე მესმის ეს შიშები რომელიც ამ პროპაგანდით არის მაქსიმალურად კულტივირებული მესმის ყველაფერი მაგრამ სადღაც საფრთხე იმაშია რომ ეს სადღაც ძალიან აფეთქდება და სისხლს მოიტანს. მე მინდა რომ ეს არ აფეთქდეს, განიმუხტოს მოხდეს პოლიტიკური პროცესის ხარჯზე და არა აი ამ დაგროვილი ღმის ბრაზის და გაბოროტების ამოხეთქვის ხარჯზე რომელიც მე როგორ განვითარდება არავინ არის. აბსოლუტურად გეთანხმები შეფასებაში რომ ეს სადმე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ამის 1000-ედიც რომ მომხდარიყო მთელი მთავრობა გადადგებოდა ყველა პასუხისმგებელი პირი ჩვენ გვახსოვს რაზე გადადგნენ ხელისუფლებები აგერ უახლოეს წარსულში ბრიტანეთის პრემიერი კოვიდის დროს იქეიფაო და რეგულაციები და არ
აღვიაო და ამის გამო გადადგა მთელი მთავრობა, ხო? ის გადადგა და აქ საუბარია წარმოუდგენელ დანაშაულებებზე. თვითონვე ყვებიან ამას, თან ძალიან მარტივად ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩეროთ ქუჩაში, გეტყვით რომ ვერავითარი ეს ფაქტები ვერ მოხდებოდა ივანიშვილის ხელდასმის გარეშე, ეს კაცი აკონტროლებს ამ ქვეყანაში ყველას და ყველაფერს. მისი ნებართვის გარეშე ვერ ინიშნება ამ ქვეყანაში კადრი, თან საუბარია ორგზის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, საუბარია სუსის უფროსზე, ეს ხომ არ არის ვიზიტი ჩინური. სუსი ვიღაცა სუსად ესმის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია. ყველა ჩვენგანის, აი ამ ჩვენი სახელმწიფო საქართველოს, აი გულზე რო ხავს ვირთხამთ და ამისთვის თავს რო ვიკლავთ, ხო ვითომ ამის უსაფრთხოებაზე რო ფულს ვუხდით ტიპი რო დავიქირავეთ და ეს უნდა დაიცვას, აი იმ ტიპზეა ბაზარი, რო უცხოელი ბიზნესმენებისგან მილიონებს იღებდა რაღაც მათი ინტერესების ლობირებისთვის სრული სიგიჟე ხდება. კი ბატონო, და ბაღებს დარწმუნდაო, ეს ბავშვის ბაგა ბაღების ტენდერებიდან მიდიოდა მასთან ადკატებიო, რაღაცა ის კოლ-ცენტრებზე და იმას საერთოდ აღარ არის საუბარი. კოლ-ცენტრებზე არ დაგვავიწყდეს, საქმე აქვს მოგებული მას ლილუაშვილი მოუჩილა ფორმულას და მთავარს და ჩვენ წავაგეთ ეს ივანიშვილის სასამართლოში ეს და კარგი კაცია ეს არ არის კორუმპირებულიო და თქვენ რატომ უგონებთ რომ არ ველობს რაღაცას და ეს ხალხი რო იძახის რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში გაუმართლდებოდიო ფარცხალაძემ გამოგვიწყდა. ხო, ამაშია საქმე. და შესაბამისად და ზუსტად აქ მივდივარ რომ ამ პირობებში არათუ პასუხისმგებლობას იღებს და თანამდებობიდან მიდის, ან უფრო ყველაზე ნაკლები ახალ არჩევნებს, სადაც ხალხი იტყვის, იმას კი არ ატარებს სამართლიანი პირობები. ხალხს ტროტუარზე დგომასაც უშლის. აქედან არის შენი ბრაზი გამოწვეული, რომ მესმის რომ ეს ხელისუფალი ეგრეთ წოდებული გაჯიუტებული ხელისუფლებაში და ძალაუფლებაში ბედავს, რომ ასეთი მმართველობის პირობებში შიერ, შევიწროებულ, ესე იგი უფლება ჩამორთმეულ ნაცემ დაპატიმრებულ მოქალაქეს დღეს წლის ბოლოს უკვე ტროტუარზე დგომასაც უკრძალავს და ეუბნება თუ დადგები დაგიჭერ. აი ეს მოცემულობა. მართლა დავედით იმ ანეკდოტურ სიტუაციამდე რომ ქუდი რატო არ გახურავს რაღაცა მალე სულ იმაზე ჰაერზე და ჟანგბადზე დაგვიწესებენ იმას რა ქვია ჯარიმებს რადგან თქვენ რაღაც ღრმად ჩაისუნთქეთ ამ დაგინახეთ თან ის ძალიან თან რა მარტივია საფუძვლიანი ეჭვი მაქვს და სადაც პირბადეებს ლუქავენ დანაშაულის იარაღად ლუქავდნენ შესაძლოა სუნთქვის აპარატებიც დააყენონ საერთოდ არ სრული სიგიჟესთან გვაქვს საქმე, აქ უკვე სხვარი აღარ არსებობს. ასეთ აბსურდში რომ გადადის რაღაცა, ანუ ტიპებმა ეს დაუშვეს, საკუთარ თავთან დაუშვეს, რომ ეს შესაძლებელია. ეს ნიშნავს, რომ აი ნებისმიერი რაღაცის დაშვება შეუძლია. და უკვე ხო გამოგვიცხადეს, რომ ლეგიტიმურად ის ცეცხლით შეგვილია გაგიხსნათო ჩარმანაშვილმა ჩაგვახუტა ეს ლამაზი ფრაზა, რომ არათუ რეზინის ტყუები და გაზიო, ცეცხლით შეგვეძლო გაგვეხსნაო. აი, ხო ხტები რაზე ვსაუბრობთ. რაზეც შენ ცდილობდი საუბრის ნებისმიერი აზრი ეგეთი გაჟღერებული ხო ჯერ იყო სიტყვა და მე ის იქცა საქმე. ხო ეს არის სიტყვა მე სადღაც არ არსებობს უბრალოდ დგომისთვისაც იჭერს და ვერ აშინებს საზოგადოება მაინც დგება გამოდის ქუჩაში და ეუბნება ბოლოს გესვრიო, ხო? ეს და ის დარჩა პუტინის რეჟიმამდე. პუტინის რეჟიმს ერთადერთი ამათგან განასხვავებს ის, რომ ის ჟურნალისტებსა და ოპოზიციის ლიდერებს ტყვიით აჩერებდა ეს პრაქტიკა დამკვიდრდა რუსეთში ჩვენთან მკვლელობები ხარ რაზეც არის ხო პირდაპირ საუბარი თვითონვე საუბრობენ ეგ ხო რუსული პრაქტიკაა პირდაპირ ჩვენ ნახეთ რომ აგერ ფარცხალაძე პოლიტიკური თუ კრიმინალური გარჩევების მსგავსი გადაწყვეტა იყო დამახასიათებელი 90-იანი წლის რუსეთისთვის რომელიც საქართველოში ქართველებს კი არ გვახასიათებდა ისიც მაშინაც რუსული ის იყო ტრენდი ასე ვთქვათ აქ წამოსული და ეხა ერთადერთი ქვეყანა აი ოდნავ ევროპასთან ახლო-მახლოს რაც არსებობს, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შეკვეთილი მკვლელობები არსებობს და ესეთი რუსულ სიტყვას ვიხმარ ბესპრიძელი და სხვა ვერ ვარქმევ. კი ბატონო. ახლა უნდა მაინც ესე იგი აქეთ დარჩენილი საზოგადოება მე არ ვეთანხმები შეფასებას, რომ საზოგადოება ორად არის გაყოფილი. საზოგადოება იმაზე მეტად ერთიანია დღეს მნიშვნელოვან საკითხებში, ვიდრე აქამდე მე მახსოვს ყოველ შემთხვევაში. ეს არის მცირე ჯგუფი ძალაუფლებაში გაჯიუტებული ადამიანების და მათ ირგვლივ მათ კმაყოფაზე მყოფი ან შეშინებული სამსახურის დაკარგვით ხალხი, რომელიც ისედაც შეჭირვებულია და დგას რაღაცნაირ მორჩილის პოზიციაზე, თორემ
იდეურად ოცნებას არაფერი არ დარჩა. ვერ მეტყვით თქვენ იდეას, რისთვის ხარ ქართული ოცნების მხარეს დღეს. აი, იდეა არ არსებობს. აბსოლუტურად გამოცლილი აქვთ ნაციონალური მოძრაობა როგორც საფრთხობელაც, ნუ აი როდემდე 14 წელია უკვე და ისევ ბაჩუ ახალაიათი გვაშინებენ, აი რომელიც კაც თავის სახში იჯდა ტელეფონზე თუ ლაპარაკობდა, ეგეც არ ვიცით და რას ლაპარაკობდა თვითონაც არ იციან და აი ნუ ხო ხვდებით ხა რასთან გვაქვს საქმე რა ამ ხელისუფლებას ზოგადად ავტორიტარიზმის კლასიკური თვისებაა, რომ მისი მოკავშირე მთავარი არის სიღარიბე რა. მას ჭირდება რაღაცა ელიტები წყალებში, რომელსაც გაამდიდრებს და ეყოლება რაღაცა მასა, რომელიც თავის მხრივ ვიღაც დამოკიდებულ ტიპებს გააჩენს და ამ ვერტიკალს შექმნის, რომ რაღაც დონეზე იფუნქციონიროს, რომ საერთოდ გამოცლილი არ კონდეს საფუძველი, თუმცა ძალიან ახლოს არიან მთლიანად საფუძვლის გამოცვლასთან და ეს სიღარიბე მათი მოკავშირეა რა, ნებისმიერ გადამწყვეტ მომენტში მათ მით უმეტეს საქართველოს პირობებში, რომელსაც არ აქვს ბუნებრივი რესურსები. ბუნებრივი რესურსების არსებობა აძლევს საშუალებას მმართველ ელიტებს ავტორიტარული მართვა განახორციელონ ამ რესურსების ხარჯზე. საქართველოს ეს არ არის. რაღაც დონეზე, ანუ სანახაობა და ისა პული გადაყარონ კრიტიკულ მომენტებში. ჩვენ შემთხვევაში ესე არ არის. თუნდაც აი ეს ეხა საკუთარ ბიზნესებს რო დაესიმნენ, ეხა ფასებია თურმე ძვირი ეს ჯერ რაღაცა პოპულისტური და ბაზარში ეგრეთ სუსი არ რეგულირებს ბაზარს, რა სხვა მექანიზმები და ბერკეტები არის. გარდა მაგისა, ეგ ეხა არის მათთვის ამ საფრთხეებს გრძნობენ რა, არ გრძნობენ თავს კომფორტულად და არც ძლიერად. ამიტომ ჭირდებათ იციან რომ რაღაც ფინანსური რესურსები, რომელიც მათი კონტროლ ქვეშ იქნება მაქსიმალურად. მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი კარის ბიზნესმენებია ძირითადად, ვის ხელშიც არის ეს ბიზნესები, ეს არის მათთვის ერთადერთი ასე ვთქვათ წყარო ეხლა, რომლითაც საკუთარ ფინანსურ ბაზის გაამყარებენ, იმიტომ რომ ამათ რესურსები არ აქვს რა, საქართველოში ნავთობი არ მოიპოვება და მოიპოვება ეგერ ქათმის ბარკლით ნაშოვნი მაღალი მარჟით ლარი. აი ეს ლარი არის საჭირო რომ ეხა იმის პარტიის და სისტემის და ბიზნეს გადარჩენაზე და იმაზე შენახვაზე იმ პოლიციას და იმას ეხა ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით და არავის არ აქვს ის რა ქვია რაღაც იქ რო პოლიციელები იმის იდეის გარშემო არ არიან გაერთიანებული, ყველამ კარგად ვიცით ძალიან კონკრეტული გამოდი რა უფრო ძმაო ბავშვი მყავს რა ქვია დენი უნდა გადავიხადო გეგონება ჩვენ არ უნდა გადავიხადოთ ეს დენი რა და ну окей, მესმის გავამართლოთ თქვათ, მორალური ნაწილი გამოვაცალოთ და პრაგმატულად რომ საკვები ჭირდება ოჯახს და ეს ოჯახი პირველია იმითი რაღაცა იდეის საფარქვეშ, ამ ხალხს ხო უნდა აჭამონ რა. ძვირი უჯდება ხელისუფლებაში ყოფნა ობიექტურად. ამიტომ ხდება ეხა ეს მოჭრა ასე ვთქვათ რა, იმის ნაღებს აცლიან ამ დუღილში, რომ იმასაკნან, რა ქვია, მათივე, მაგრამ მან ის არის უკვე ძალიან ვიწროვდება რა, ეს ყარად რაც უნდა შეინარჩუნონ რა, ბიძინა და აი ელემენტარული გარემოცვა დარჩა ის ვინც საჭიროებს ეხა ამ ფულით გამაგრებას რა. და შესაბამისად რა უნდა ვქნათ ჩვენ საზოგადოებამ, რომლებიც არ გატყდნენ, მოდი ასე ვიტყვი, გამახსენდა ცნობილი ლექსი, მაგრამ იმას აღარ მოვიშველებ, ერთი ყველა ჩვენ სინდისის პატიმარს, მათ შორის პოეტებს, მსახიობებს, თუ რიგით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პროფესიიდან არ გვახსოვს, მაგრამ მოქალაქეობიდან დაგვამახსოვრდა, ვერც ერთი მათგანი ვერ გატეხა, აღმოჩნდა ციხემ და ვერც ერთი მათგანი ვერ გატეხა ამ რეჟიმმა, ენის მოჩლექვით შემოუთვალეს, შეწყალების თემა შემოუგდეს და მიიღეს კიდევაც სათანადო პასუხები. არ დაგვაუძლეს, ეს არის ქვეყანა, სადაც აზრ მეტი პოლიტიკური სინდისის პატიმარი და ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი თითქმის არის ციხეში, აი წარმოუდგენელი ბრალით არის დაპატიმრებული, მაშინ როცა ჩვენ აგერ მოუყევით, რას ჩადიან ამდენი წლის მანძილზე აქ ხელისუფლებაში მყოფი ხალხი. ეს გაბუნია გამოუშვეს მოადგილე იმის გარსელაც. გირაოთი. მაგრამ ამ ხალხ გირაოთიც არ უშვებენ რა, იმიტომ რომ აღიარებას მივიდნენ, ამაზეას, ამის გამო ყავთ ციხეში გამომწყდეული ხალხი, არალეგიტიმურ კომისიაზე არ მევიდა პოლიტიკური ლიდერიო და ამის გამო ციხეში ყავთ. ეს იყო პოლიტიკური პოზიციის გამოხატულება და არა სახელმწიფოს წინააღმდეგ დემარში არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.
იმ კანონით რო გიჭერენ, რომელსაც აპროტესტებ, აი რა უნდა თქვა იმაზე, რა ქვია, შენმა ადვოკატმა რა უნდა თქვა სასამართლოს. ხო, აი სიგიჟია მიჭერ იმითი, რასაც ვაპროტესტებდი და. რა თქმა უნდა. ნუ დამიჭირე მაშინ. ელენე ხოშტარიაც რაზეც სისხლის სამართლით ემუქრებიან, კახა კალაძის ბანერი დააზიანა წარწერა. ქიმიურ ანალიზს აკეთებენო, იმის რა ზიანი მიაყენა ამ ქიმიურმა იმან, რა ქვია, კახას ბანერს იმ ქიმიურმა ნივთიერებამ, რომლითაც დახატა ელენე. ქიმიური ნივთიერებების რითი მოგწამლეთო ხალხი ერთი წელი ეკითხება ამ ხალხს და იმაზე ქიმიური ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. წარმოუდგენელი სიგიჟეა ამ ქვეყანაში. ამიტომ რა უნდა ქნა საზოგადოებამ? არაფერი, გამოსავალი არის მოთმინებაში სამწუხაროდ თანამედროვე ჩვენ აი წეგან ბრაზზე ვსაუბრობდი და იმ აფეთქებაზე და სიმართლე გითხრა ერთხელ დავწერე კიდევაც რომ ჩემი ბრაზი უკვე გაბოროტებაში გადადის და არ მინდა არ ვარ ბოროტიანი ადამიანი და არ მინდა რომ ბოროტი ვიყო რა არ მინდა რომ დავემსგავსო ამათ რა ამიტომ არის პოლიტიკური სივრცეები ამ ქვეყანაში სადაც გამოხატავ ამ ბრაზს მიხვალ არჩევნებზე შემოხატავ ეს არის საპროტესტო აქცია ეს არის დამოუკიდებელი მედია ეს არის სხვადასხვა სივრცე სადაც ადამიანმა შენი აზრი გამოხატო და თუ შენი აზრი შთამბეჭდავია და ის სხვა ადამიანების აზრს ეთანხმება, მე ძლიერდები და შესაბამისად უკვე იწყებ კარნახს პირობების და ჩვენ ეს ყველაფერი ახლა აქ რო აღარ არის, აღარ გვაქვს გასაგებია. ერთი რაც ვიცი, არ უნდა შევწყვიტოთ ამ სივრცეების ძიება, არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა, არ უნდა შევწყვიტოთ საუბარი, არ უნდა შევეცადოთ რომ არ დავკარგოთ ხარისხი და არ დავემსგავსოთ მათ და იგივე მეთოდებით ჩვენც არ დავიწყოთ მოქმედება ყველაფრის მკადრებლობა არის ცუდი რა ამ ყველაფრის მკადრებლობით რო ხელისუფლება მოვა მერე ისიც უვარგისი ხელისუფლება იქნება იმას უკვე გონია რომ ეს მოსულა რა და არ უნდა იყოს რა არ უნდა დავემსგავსოთ ქოცებს და უნდა ვიდგრეთ მედგრად და სადღაც ეს კი არ მიყვარს ეს სიბრძნე ჩინური სიბრძნე რო არის რომ დავსხდეთ მდინარის პირას და დაველოდოთ სანამ ჩვენი მტრის გვამს ეს მდინარე ჩამოიტანს მაგრამ ცოტა მაგ ფაზაში ვართ რა ნუ რაღაცები ცოტა ჩვენც ხელი გავანძრიოთ რომ ის პერი ჩამოატაროს. კი ბატონო და არ არის მათ მხარესაც ასე ლაღაც საქმე, ჩვენ ეს გარედანაც ჩანს და გარდა ამისა თემა რომელიც მათი იურისდიქციას ცდება, აღმოჩნდა რომ ვერც მურუსიზის სასამართლო მოუგვარებს და ვერც რომელიმე მისი ხელის პროკურორის პროკურატურა, ეს არის ქიმიური არაღით შესაძლო მოწამვლის საქმე, რომლის საერთაშორისო გამოძიებასაც ძალიან აქტიურად ითხოვენ საქართველოსდან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენ ყოველდღიურად ყავდა ადამიანები, სხვა შორის BBC-ის ფილმის ირაკლი, რომლებიც დღემდე უჩივიან პრობლემებს. მე მყავს ჩემს ახლობლოში ძალიან ბევრია ესე. ძალიან ბევრია და ეს არის თუ არა თემა ერთ-ერთი, რომელიც მათთვის დისკომფორტია. როცა სულ გვაქვს პრობლემა, აქეთ მხარესაც რო ფოკუსი გვერევა ხოლმე რა. და ხშირად პირველ მნიშვნელობით ყველაზე მნიშვნელოვანს გაგვეძღაბნება ხოლმე და რაღაცა მეასე მნიშვნელოვანზე ვიწყებთ ხოლმე იმას რა ქვია, ჟრიამულს. მოსულა, მაგრამ თავარია ისინი არ დავკარგო. კი ბატონო. დიდი მადლობა ირაკლის. ძალიან საინტერესო საუბრისთვის ირაკლის აღინაძე, TV ფორმულას დამფუძნებელი. TV ფორმულას მიყვარს ეს სიტყვა, ტელეკომპანია ფორმულა ჩემთვის პირადად და წლის ბოლოა და მის საშუალებასაც მოგცემ, ასოცირდება თავისუფლებასთან, ასოცირდება ფორმულასთან, როგორ უნდა გამოვიდეს, გამოუსვლელი ერთი ჩვენ უკვე დაგვიგროვდა, როგორც ბრძოლის, ისე მეგობრობის, ერთად დგომის, სიცოცხლის დაბადების და წასვლის ტკივილი და გამოცდილებაც და იმედია რომ ეს 25 წელი ჩვენთვის პერსონალურად ტელევიზიისთვის და მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის დარჩება არა ტკივილად, არამედ გამოცდილებად და მომავალში ეს გამოგვადგება, რომ აწი ესეთი შეცდომები, როგორც ქართულმა საზოგადოებამ ჩვენის მხრივ დავუშვით, აღარ დავუშვათ და ესეთ შედეგამდე არ მივიდეთ. და ლაფერას გავიხსენებ დღეს წლისთავია და ძალიან ჩვენი შესაძლებლობები განახევრდა ლაფერას სასულით და სამწუხაროდ ესეთი დანაკარგიც გქონდა წლების განმავლობაში
TV ფორმულას. იმედია, რომ მომავალში ყველაფერი უკეთ და უკეთ იქნება. ნამდვილად. ლაფერასთან დაკავშირებით გიერთდები და ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით მის თემას. ლაფერა რომ არა, მე პირადად ამ ტელევიზიაში ალბათ არ ვიქნებოდი და მისი რწმენა რაღაცნაირი ამ პროფესიისადმი ერთგულება მართლაც ყველას ახსოვს და ემახსოვრება და მადლობა მას კიდევ ერთხელ. და მადლობა ყველას აი უმაღლესი ხარისხის ბრძოლასთან გათანაბრებული შრომისთვის, როსაც ყველა თანამშრომელი ეხა დებს რო ჩვენ ეთერში. მადლობა დამფუძნებლებსაც, რომლებმაც იდეა თავისუფალი სივრცის არსებობის ამ ქვეყანაში რეალობად აქციეს მართლაც და ჩემთვის ეს არის ფორმულა და მოკლედ შევხვდებით 2026 წელს იმედი მაქვს უკეთეს ვითარებაში.